საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ახლა თბილისის მერიასთან არიან შეკრებილები, რომლებიც ამ წუთებში გაავრცელებენ სპეციალურ განცხადებას და ჩვენ ახლა ეს განცხადება შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. მოგესალმებით თბილისის მერიაში და საქართველოს საჯარო ანუ არის ის და იმით მოგესალმებით თბილისის მერიაში და საქართველოს საჯარო სამსახურებში შექმნილი მდგომარეობის გამო გადავწყვიტეთ გავავრცელოთ განცხადება. სხვადასხვა საჯარო მოხელეების მსგავსად თბილისის მერიაში დასაქმებულმა პირებმა გავაკეთეთ განცხადება, რომელშიც ღიად გამოვხატეთ მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ და დავადასტურეთ ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისადმი. ხელმომწერ პირებზე ამის შემდეგ ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და სხვადასხვა სახის სადამსჯელო ქმედება, რომელიც ზოგ შემთხვევაში გამოხატულია სიტყვიერად, ზოგ შემთხვევაში კი აისახა კანონით დადგენილ ფულად ჯილდოებზე და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებაზე. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია ცალკეული შემთხვევები, როდესაც რამდენიმე დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა ან შეუწყდა. ევროინტეგრაციისა და კონსტიტუციის მხარდამჭერ განცხადებაზე 230-ზე მეტი პირიდან მცირე ნაწილმა უკან გაიხმო ხელმოწერა. განცხადებიდან საკუთარი ხელმოწერის ამოშლას ბევრი ხნის იმ მოტივით, რომ არ სურს სამსახურის დაკარგვა, რაც მათზე პირდაპირ ზეწოლის დამადასტურებელი ფაქტია. ვაცნობიერებთ რა, ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ რეპრესიული მეთოდები მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება და ამას აგვირგვინებს ის ავადსახსენებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამახინჯებს კანონს საჯარო სამსახურების შესახებ და მთლიანად საჯარო სამსახურის არსს. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური და სოციალური კონტექსტისა და იმ კომპლექსური ვალდებულებებისა, რომელიც აღებული გვაქვს საკუთარი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ხმამაღლა ვადასტურებს ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ამ გეოპოლიტიკური არჩევანის დასაცავად ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში იბრძოლეს. საკუთარი არჩევანის ერთგულებისთვის მოგვიწევს ილიას გზაც, რომელიც სხვადასხვა დროს ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და მის დაბრუნებას ევროპულ ცივილიზაციაში ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი ძალა. მოუწოდებს თბილისის მერის ადმინისტრაციას ხელი აიღოს რეპრესიულ პოლიტიკა და საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რადგან თითოეული ეს მცდელობა არის არამარტო უშედეგო და უსამართლო, არამედ უკანონო და საჯარო სექტორის განვითარებისთვის შემაფერხებელი. 1814 წლების დასაწყისში გაზეთი იბერია წერდა: განაკაც შეუძლია კეთილდღეობაში შევიდეს, თუ მის ძმებს ბედნიერება არ აქვთ. სრულიად ვიზიარებთ ამ სიტყვების პათოსს და სოლიდარობის ძალას. ამიტომ დგავართ ჩვენი კოლეგების და იმ რეპრესირებული მოქალაქეების გვერდით, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ერთგულებისთვის ისჯებიან. მადლობა. მოგესალმებით, მე არ წარმოვადგენ ხა საჯარო მოხელეს, მაგრამ მე წარმოვადგენ აქ მეცნიერების განათლების და კულტურის პროფკავშირს და სრულ სოლიდარობას უცხადებ ამ ასე ვთქვათ ამ ადამიანებს და იმ წამოწყებას, რასაც ქვია საჯარო მოხელების პროფესიული კავშირი და მიმაჩნია, რომ დღეს არის ის დრო, როდესაც უნდა გავაძლიეროთ პროფკავშირული მოძრაობა, იმიტომ სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია ამ ფაშისტური ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ეხლა რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის ჩვეულებრივი მეთოდები, რომლებიც გამოიყენებოდა ფაშისტური ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის წმინდა წყლის ფაშიზმი, ანუ იყო პერიოდები ადამიანების ნაწილი არ ჯეროდათ, რომ ესე შეიძლება მოხდარიყო, თუმცა ჩვენ მე მაგალითად როგორც ცოტა ისე ირონიულად ჟღერს, მაგრამ აი ბატონი გიგა როგორც თავმჯდომარე ხო ამ პროფესიული კავშირის, მეც თავმჯდომარე ვიყავი და მეც ასევე გამათავისუფლეს, როდესაც გამოფედი და ხმა ამოვიღე უსამართლობის წინააღმდეგ, ხო და შესაბამისად დღეს ერთადერთი გზა არის, რომ გავერთიანდეთ და ერთიანად დავიცვათ ჩვენი შრომითი უფლებები რა. ანუ ამ ხრივ ეს გამოცდილებიდანაც ვამბობ ამას, რა წამს ჩვენ გავერთიანდით და შევძელით რაღაცა ტიპის გაერთიანება შეგვექმნა, უფრო ძლიერები გავხდით. შეიძლება თავიდან გამოცდილება არ გქონა, მაგრამ ეხლა გვაქვს გამოცდილება, ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ თქვენ ეს გამოცდილება და თავარია, რომ პრინციპულად გაუწიოთ წინააღმდეგობა, კარგად გავიაზროს, რომ ჩვენ ხელში არის ძალიან მძლავრი ბერკეტი გაფიცვის სახით. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა წარმართოს თავისი ძალისხმევა
საერთო ეროვნული დაუმორჩილებლობისაკენ, რომელიც სხვადასხვა ფორმებს მიიღებს. არ არის აუცილებელი გაფიცვა, შეიძლება დაუმორჩილებლობა, არათანამშრომლობა და მინდა გითხრათ თქვენ, რომ თქვენმა ბრძოლამ შეიძლება შეიწირა რამდენიმე თქვენგან და გათავისუფლდეთ, მაგრამ აი შიგნით იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომ ის ადამიანები თქვენ მადლობას უნდა გიხდიდნენ, იმიტომ რომ მაგალითად იყო ესეთ შემთხვევა ოპერის გაფიცვის შემთხვევაში, როდესაც ჩვენი წევრები უკლები ყველა გაათავისუფლეს გაფიცვის გამო, ეხა სასამართლოში მოვიგეთ, მაგრამ ეს ხო არ არის მთავარი. აქ ის არის იმ ბრძოლის შედეგად შრომის ინსპექციამ დაადგინა დარღვევები ოპერაში და ეხა ის ადამიანები, ვინც გაუშვეს იმათ ხარჯზე, ვინც ეხა მუშაობს, ისინი უკეთეს შრომით პირობებში არიან. და მეორეს მხრივ, რაც შეეხება აი ამ თლიან ტალღას, ავტორიტარიზმისკენ ასე ვთქვათ, გადახვევას, მე მინდა უთხრა აქ დასაქმებულ ადამიანებს. თქვენამდე მოვლენ აუცილებლად. ორი ვარიანტი გექნებათ, გადაიქცეთ ნივთებად, ან გახდეთ ადამიანები და დანარჩენი ვინც დარჩება იქ, ან გამოუშვებენ, ან რაღაცა ზომბირებულ მდგომარეობამდე მიიყვანენ და ნუ რა ვიცი ხა, ეგრე არსებობას გინდა გიცხოვრე, გინდა არა, ხო? ამიტომ მოუწოდებ მათაც რომ ჩაერთონ აქ, იმიტომ რომ ჩვენ ეროვნულ მუზეუმში გავაჩერეთ რამდენიმე ტალღა რეორგანიზაციების, რომელიც თქვენ უსმენდით საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, როგორც მოისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ თბილისის მერიაში დაიწყო რეპრესიები და დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებს ერთმანეთის მიყოლებით ანთავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელმოწერას უკან არ გაიწვევენ. დიდი მადლობა საბა, დაგემშვიდობები, ეს იყო